მოგესალმებით ჩვენო YouTube ხალხო და YouTube ჯამაათო. როგორი ეროვნული გახადა YouTube? რეგიონალური. ვიწყებთ ინტელექტ შოუს მორიგ გამოშვებას, მონაწილეთა 75% თქვენ კარგად იცნობთ, ახლა მოძრავი 25% კი დღეს იქნება გიორგი ჯაფარიძე, ჯაფარას პოდკასტის წამყვანი. აქვე მოგიწოდებთ, რომ ვინც არ იცით რაღაცას კიდე უყუროთ და კონკრეტულად რას შეგიძლიათ გამოიწეროთ ჯაფარას პოდკასტი. რა ნიშა მოგწევთ? ახალ აუდიტორიაზე გამოვიდა. დაბნეული ხალხი შემორეკა. აი ესე რომ აქეთ. ესე რომ იყურები. რაღაც ისწინო და აქეთ მომწევთ. რას უყურო და ასე რომ ყველა ციფრულად გზა არეულს და ხელო ჩაქნეულს გებადიჟებით ჯაფარას თავის პოდკასტში. დღეს ვითამაშებთ 3 ტურს ასევე ისევე როგორც წინა გადაცემებში და ვნახოთ რით დამთავრდება. 3 თემა გვექნება, ერთი პროფესიები, ერთი ტიფით და მალარიით დაღუპულები. ბიჭო, სამივე ცოცხლებზე იყოს ეგ. პირველი გადასვენებულები ქონდა. ხო, პირველი რა იყო? პროფესიები. და მე მეკუბოვე ბალზამისტი ზოსტავი და ვიკიპედიიდან ამოღებული ინფორმაცია. ასე გეუბნები სხვა წყაროებიდან. თამაშის რომ დავიწყოთ. თუ ამოიღეს შენ საიდან იცი? მე თვითონ ამოვიღე. ვიკიპედიიდან ამომეთქი, ვიკიპედიაზე იყო და წაშალეს. არა. ვიკიპედიიდან ამოღებული ინფორმაცია. მოიპოვა ინფორმაცია. ამოწერი. ვიკიპედიაზე წაკითხული. ვიკიპედიიდან მოპოვებული. ხო, ესე ჯობდა. თამაშის დასაწყებად გვჭირდება გუნდების სახელები. ჩვენ ვართ ლაბაძე კლიპსის გამგეობა. კლიპსის გამგეობა. შეგიძლია მოკლედ ესე დაგვიძახოთ. CEO და დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორი. სასიამოვნო. არა, ლაბაძეს უფრო ის უხდება რა, დამფუძნებელი და წავიდა მე. ხაზე. აი ეს არის სტაფი ლაბაძე კლიპსის. როდის და კორპორატიული როდის და CEO და დამლაგებელი, დირექტორი და დარაჯი. კლიპსის გამგეობა. თქვენ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ფსიქოლოგიური კეტევით დაგვეწყო მოწინააღმდეგე გუნდზე და სახელიც ესეთი შევარჩიეთ გუდიანი კაცები. გუდიანი კაცები, ძალიან კარგი. მოეწყო რაღაცნაირად კმაყოფილი. ფერი წაუვიდა ეხლა. ეხლა აქ ისეცი ვარ, ქუდების დახურა გვინდა და ქუდიანი კაცები გვინდა, მაგრამ ქუდები არაო და მე გუდიანი კაცები. კაი, ნუ რაც არის ის არის. არც ერთი სახელი ერთს არ უქმნია, ხო? რო გითხრათ რომ მოიხიბლა. კლიპსის გამგეობა და გუდიანი კაცები. დაიწყებს კლიპსის გამგეობას ექნება პირველ შეკითხვაზე პირველი პასუხის უფლება, იმიტომ რომ სტუმარი მანდზის. თუ გადმოჯდება ჩვენ გვექნება, ხო? შესაბამისად. პირველი შეკითხვა თემისგან პროფესიები. ეს პროფესია ზოგ შეიძლება არც ისე ძველი ეგონოს. თუმცა მე-14 საუკუნის ბოკაჩოს დეკამერონის პირველივე ამბავში გვხვდება. უფრო მეტიც ბიზანტიაში მონას თუ შეეძლო ამ პროფესიით მუშაობა, ის 2.5-ჯერ უფრო ძვირი ყიდდა ვიდრე ის, ვისაც არ შეეძლო. რა პროფესია? არაფერი არ მომცა ინფორმაცია. ბიზანტიაში. ზოგსო როგორ ძველი არ გონიაო? ხო, ზოგ დილეტანტს. სოცმედია. ლიფტიორი. კომპიუტერში. თუ კარგად იცოდა. მე რჩენდაიზერი. აბა, გისმენთ, ეხლა ჯერ ალბათ ვერ გამოიცნობ, მაგრამ წერალი, წეწერა გიხო თუ შეეძლო, ეღირებოდა ორჯერ ძველი. არა, რატო არ ეგონება ზოგს ეგ ძველი? ხო და აი მადვიჭედები. კარგია ეგა. აბა. არ მგონია ეს, ხო, ალბათ, რა ვწადოთ. ვერ გამოიცნობ. დანტისტი, კბილის ექიმი. კბილის ექიმი.
ეთანხმებით? არ არის სწორი პასუხი. ესეც ვიცოდი. საკმაოდ ძველი პროფესია უნდა იყოს წესით. ბიბლის ექიმი ზუსტად არ ვიცი როდის დააფიქსირეს, მაგრამ არ არის სწორი პასუხი. თქვენი ვერსია? კანის ექიმს ვაპირებდით. დერმატოლოგი ანისა და ვენერიული დაავადებები. მაგრამ გადავიფიქრეთ და კი არა და არც მოვიფიქრებია და გადავწყვეტეთ რომ პასუხი იყოს კვლავ დახეთქებებიდან მებაღე. მებაღე ეთანხმებით? თავისთავად. არ არის სწორი პასუხი. ახალი პროფესია. რატომ უნდა ეგონოს ხალხს? თვითონ რატო გონიათ რომ ხალხს გონია? ბიჭო. ჩვენ არ გონიათ, თქვენ გონიათ დილეტანტებს. აი, როგორც მე ვარაუდობდი, ვერცერთმა ვერ გამოიცანეთ, აი ხარ გამარტივდეთ. ეს პროფესია ვინ პასუხობს პირველ? ჩვენ. აი ესე ბოროტები? ერთი მომღერლის სასცენო სახელშიც მონაწილეობს. ერთ-ერთი მომღერალი სასცენო სახელში. დიახ. სასცენო სახელში გულისხმობა, რომ სასცენო სახელი არის სახელი და გვარი აღარა აქვს. უბრალოდ შეიძლება არ ქონდეს, შეიძლება ქონდეს. კეთილი. გაიგე? ვერ გაიგე რა უჩურჩულა? მე გავიგე და მე მგონი სწორი უთხრა, მე როგორც კარგი ბიჭი ხარ? ერთი მომღერალი. აი დრო არ რა გადი. კარგი მეწყვილე გამომიგზავნა. რო გადის, მაგრამ რამდენია? რამდენი გვაქვს? აღარ ხშირად აი 5 აი არა მიპასუხეთ, აბა. ვიპასუხეთ რომელი? მან არ ვიცი, არ მახსენდება რა. უფრო არა გაქვთ. არ ახსენდებათ არავინ, არ არის სწორი. ქართველი მომღერალია. აბა ეხლა. მაგას მე ვიტყვი. არა, ქართველი მომღერლის სასცენო სახელი. ქართველმა ყველას ვიცნობ. თქვათ? კაი, თქვან, არ ვიცი. თქვით? ნოტარიუსი. ეთანხმებით? ნოტარიუსი სწორი სახელია, სწორი პასუხია. მთელი წელი რო გვეფიქრა, მე ნოტარიუსი მომღერალი მაინც არ გამიგია. მომღერალი იყო, რეპერი იყო, მაგრამ ნოტარიუ იცოდი? ნოტარიუს ბიაიჯი. მე უნდა მეთქვა რომ რეპერია. მომღერალად მომხსენე. მე უნდა გეთქვა? რო რეპერი. აი გუდიანი კაცები. გუდიანი კაცები, შიშის ზარი. შეგიძლიათ ერთი ქულა შეგიძლიათ გადმოფინო. ან მონა და ნოტარიუსი. ხო და თან ნოტარიუსობა შეეძლო რას ნიშნავს? ნოტარიუსი ჩვეულებრივი მწერალი იყო ნოტარიუსი იმ დროს. მწერალი სწორი უთქვი. აურებს მოიგე. ახლა რა ეს არის გაბრასთან. თუ ორი პასუხი გვექნება, შეგვიძლია არიონ რეჟკავს წადოთ. ნახე როგორი შეიძლება. აქ არც ერთი არ ქონდა და არა მოვიგე. საკუთარ თავს შემოუძახა. მეორე შეკითხვა, ამჯერად გუდიანი კაცები ისარგებლებენ პირველ პასუხს. დიახაც. ისისი, გახსოვთ? ბატონო? ისისი, ისლამური სახელი. აისის. აისისი კი. რაღაც პერიოდი, ძირითადად ისინი იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია, მაგრამ რაღაც პერიოდი ქვეყანაც ჰქონდათ სახელმწიფო და ჰქონდათ თავიანთი კანონები. შესაბამისად. მათი კანონების მიხედვით ამ პროფესიით მხოლოდ ქალს შეიძლება იმუშაო. რა პროფესია? დიახ. ეს პროფესია მხოლოდ ქალი შეიძლება და ყოფილიყო. იყო იმ სახელმწიფოში. ხო, აი ლოგიკურად სწორი არის, მაგ მიმართულებით. ხო. თქვენ ციფიქრეთ. იმათ ნუყურებთ პირში. რატო? ეხლა იმათმა რომ გამოიცნოთ ყველა დაუჭეს ნაფიქრები მთელი 3 წუთი. რამე სხვა ვერსიებიც ხო არ არის უკვე განახდებული რომ თქვენი პასუხია და ჩვენი პასუხია? ხო, დიახ. ჩვენი პასუხია. სხვა ვერსიაც თუ გაქვთ გათხოვებთ ამას. ათხოვე რა ქვია აგდე. ხო და გითხარი რა დაჭდა. აბა. მე ან გინეკოლოგი. რაღაცნაირად მოსწონს თან და თან არ მოსწონს. მე ბიაქას ვიტყოდი მე იქ ესე ეწერება. ანუ ეგ სამყარო რა. შარიათში ესე ეწერება. სამყარო და ეხა ესე ეთანხმებით? მე ან გინეკოლოგი, ანუ ბებია ქალის სწორი პასუხია. კაი. ორი ქულით გაგვას. არა. ახლა ეს თქვენ აქ სულ ერთგულიანებია ბოლომდე? დიახ, თუ არ გადავიფიქრე მე რაღაცა ფორს მაჟორი თუ არ იქნა. უნდა ვაიძებოთ. უსმინეთ შეკითხვას. მიდი. ეს არ არის პროფესიაზე, არის პროფესია გამომგონებელია და რა გამოიგებენ რომ სხვა რაღაცაშია. რა გამოიგონა იმაზეა შეკითხვა. ვინ? გამომგონებელი. 1850 წელს ოდამდელი პასუხი. პირველი ეგზემპლარი მან გაყიდა $100.
და ეს იყო სავარაუდოდ პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც პირველივე ეგზემპლარის გაყიდვამ არა მარტო ამოიღო დანახარჯები, არამედ გამომგონებელს მოგებაც კი დაუდო. გამომგონებელს? ხო, ამ გამომგონებლის გვარი უნდა მეთქვა. ის არ გვაინტერესებს რა იყო ეს ეგზემპლარი. შესაბამისად მიმული არის. გვარი ფიგურირებს მაგაში. აჰა. ის ხო ნატურა ხო არ არის? ნატურა ვთქვათ, ნატურა. მეორე თუ მოიფიქრე რა. არანაირი პრობლემა. მაგარი წყალწაღებულია. აკვია ედისონი? ედისონი. ყველა ცნობილი გამომგონებელი იყო ედისონი. 1950 ემთხვევა მაგის მოღვაწეობის პერიოდს. შეიძლება იყოს ტესლაც. ტესლას რა გამომგონებას გაყიდდა? ტესლა, ბიჭო ისა ძრავი, გენერატორი. ასდოვარად არ გაყიდდა. არა, ასდოვარი მაშინ кай ფული იყო, მაგრამ. ხო, ეგ ამ მონაცემებით სწორი 1800. გისმენთ. თქვენ რაღაცა აი, ტესლა და ედისონი. არა, ედისონი იყოს, ტესლას რა გამომგონება. ლაპარაკი უყვართ და პასუხამდე ვერ მიდია. რაღაცა ჩერდება, თავ-თავიანთ ვერსიაზე ჩერდება და იწყენა. შეიძლება მეც იმას ვეძებ. გისმენთ? ტომას ედისონი. ტომას ედისონი. ედისონის რა ამ შემთხვევაში? არა, ჩვენ გვითარით. ედისონი. კითხვა ედისონის ლამპუჩკა. ედისონი არ არის სწორი პასუხი. აბა. გუდიანი კაცები. მოდი, არ ვიცი ზუსტად წლები როგორ არის მანდ. 1850. ხო, არა, მე ჩვენ პასუხზე შეიძლება მერე იყო რაღაც რენტგენის აპარატი. ეთანხმებით? რენტგენის აპარატი არ არის სწორი პასუხი. ჯანდაბა თქვენ. რენტგენის აპარატი $100 ვერაფრით ვერ ეღირებოდა. ბიჭო, რაღაცა მოიგონა და არის ცოტა საწარე ხო და. მაგაკეთებული ხო? გაკეთებული ყო და რას კარგავდა? ხო, მაგრამ ამოიღო იმასმა $1 და რენტგენს ვერ გააკეთებდა ასე. დავამატო ინფორმაცია. მიდი. ამას ნახავდით მეორე ბევრ ქართულ ოჯახში, როგორც ქალაქში, ასევე სოფელში. მაშინვე თუ მე გვიან. 70-იან 80-იან რადიო? ჩემ ბავშვობაში და რადიოლა მაგნიტოფონი კი არა ის. რადიო. ფირსაკრავიც ხო არ არის? რადიო. რადიოს გამომგონებელი ვინ არის? ჩვენ გვასწავლიდნენ რომ ის იყო რუსი პოპოვი მე მგონი და ისე მარკონი იყო ესე ამბობდნენ. ის არა ქვია. პატეფონი ძალიან გთხოვთ. მანქანაფეხით რომ მოშებული საკრავი მანქანა. ზინგერი? არ არის ცუდი აზრი. ზინგერი. ეთანხმებით? ზინგერის სწორი პასუხია. დაარწმუნე. მეთანხმება რა თვითონ მოიფიქრა. არ მეთანხმება და კაი ბიჭი. ეგ გადაწყვეტა მეორე გადმოაგდე. ანუ პირველივე იმით ამოიღო. არ გვაწუხებს ვაფშე. წამყვანი ღიზიანდება. $100-ზე ნაკლები დაუჯდა ამის გაკეთება. გადააკეთა რაღაცა და გაყიდა $100 და რა გადააკეთა? ესეთი გენიალური რაღაცა. ზინგერები ხო ძმები იყვნენ. ზინგერები. ჯონ და უილიამ ზინგერი. ჰანს. თბილისში ცხოვრობდნენ რაღაცა პერიოდი ზინგერები. მოდი გადავიდეთ ტიფი და მავარით დაგუყოლებს. ლამას თემაზე გადავდივართ. აქაც ზინგერი იყოს. თითი მოხდა აქ ზინგერი. ეს მორჩა? 2-1-ია პირველი. ხო, მოდი გამოვაცხადოთ რომ მაყურებელმა იცოდეს რომ პირველი ტური. შემდეგ ანგარიშია 2-1. ის ეს ტიფი და მალარია ერთად რომ მოიტანა. გადარჩენილება თქო შეეძლო ერთ გადაცემაში მაგო ტიფი მოეტანა. მეში მალარია. ესე გაიქცე. რატო გონია რომ დაავადებები ამოეწურება? არა, აი მთელი კონცენტრაცია სიხარულის. მე იქნება შავი ჭირი და რაღაცა ყვავილი. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ტიპის და მალარის გარდაცვლილი არ ვიცი სახელი და ყველას პასუხი არის ცნობილი ადამიანები უნდა გავიხსენოთ? მივიდეთ მაგამდე. პირველი შეკითხვას პასუხს უხდით. რა თქმა უნდა. ისეთი რომ პირი გაეყინა და ვეღარ ამბობ. ისეთი თემაა, რომ ჯვარი დაიწერა 1906 წლის 16 ივლისს მამა დავითის ეკლესიაში. ხელის მომკიდე იყო მიხა ცხაკაია. ეს გვაქვს ინფორმაცია. და ვინა და გარდაიცვალა ტიფით ან მალარიით. ტიფით, ეს ტიფით. ეს ტიფით. დიდი მადლობა. ეს დაზუსტება იყო? წერალი იქნებოდა პოეტი. ვინ იყო მეჯვარეო? მიხა ცხაკაია.
ბოლშევიკი. ხო და ან ის უნდა იყოს წერალი ან პოლიტიკოს მაგ ეპოქიდან სხვა ვინ ვიცით. ტიფით გარდაიცვალა. თუ მაგარით. ტიფით, მაგრამ რაღაც ეს ვერსიაში არ მოგვატყუებს სამყარო ისეთი. არა, რაღაც ვერსიაში ორივე ჭირდა. სუდა გვაბნი. ერთ-ერთ მე ქიმა უკვე გედიაგნოზა. რაღაცას მისუდა მაპე. ანალიზი პასუხები რა. მიპასუხეთ. მიდი. არა გვაფერსია. ძალიან კარგი. თქვენ რა სიტყვით? მოდი შოუ ჩაუდოთ თქვენ სამაგაფეს. ტახუია ვერსია. ვეღაცა ბოლშევიკი იყო მეჯვარე. ბოლშევიკი იყო მეჯვარე. ო, თვითონ ის ხოლმე და მენშევიკი. შეიძლება და მენშევიკი ყოფილიყო. ეგის წლებია, რო ეგენია ერთად არიან ბოლშევიკები და მენშევიკი. მაგრამ სტალინი ტიპით არ გარდაცვლილა. დავამატებ ინფორმაციას. ძალიან კაი ის. რა უნდა და აბა ეხა თუ მოვიდა. რა უნდა დაამატოს ეს სახელი და გვარისკაცი. რო გამოვიცვა. თვალის ფერი. სისხლის საერთოს პასუხები. იყო მრეცხავი და მკერავი. აი თუ არ დაამატა. სერიოზული რამე. ვარდო? დაამატა. ვარდო გამახსენდა მე. მეც ვარდო ხო, მაგრამ ვარდო. მაგრამ ვარდო მკერავი არ იყო მრეცხავი. მრეცხავი იყო, მკერავი იყო და მეჯვარე ყავდა. მიხაცხაკაი. მიხაცხაკაი. ეგ ვიცით. სინგერი? მეჯვარე ვინც გარდაიცვალა, იმის მეჯვარე იყო თუ იმ წველის. ტყვილის, რა თქმა უნდა. ცხაკაია იყო ამ მრეცხავ მკერავის მეჯვარე. პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ რა. მრეცხავი? მეცხავი და მკერავი? ტიფით გარდაცვლილი? რომელსაც შეიძლება მალარიაც ჰქონდა? 1906 რომ მოიყვანა, ესაც რაღაცის ცოლი ცოლი. გათხოვდა, ეგეც არ ვიცი. რაღაცის წოლი. ნახე იქ წვაღანის არის. მე ცოტა მკაცრი წამყვანი რო იყოს ეთყო და ეხლა ამას. დააბრე ხო. სტალინის წოლი. სტალინის ცოლი სახელი და გვარი მითხე. ალელუევა. ალელუია. რამდენი ცოლი ყავდა სტალინს? ხა ეგ არ იყო პირობაში. რომელ ცოლზე პასუხი? პირველზე. იქნება და იხიო უკრა. შემდეგი ბერიას წოლი რა. პირველი რა გვარი იყო? პირველი იყო ნუცუბიძე. ბიჭიკაშვილი. ანუ ეს არ მიიღება გვარი თუ არ გავიხსენე? მაშინ მითხარ პირველია თუ მეორე? რა მნიშვნელობა? პირველი. რანაირად არა აქვს? პირველი. და მე მოიყვანა მეორე სუტიფით გარდაიცვალა. ეთანხმები რომ პირველი ცოლი, სტალინის პირველი ცოლი იყოს პასუხი. იყოს. აი სად გამოვა? არა, ამაში უკვე არის პასუხი, არის უკვე მაგაში. ერთიანი ლარიანია, პირველი წოლი იყოს. სტალინის პირველი ცოლის სწორი პასუხია. სწორი პასუხია, ამ ქალს ერქვა კატო სვანიძე. სვანიძე, მე რა ვთქვი? ბიჭიკაშვილი. ნუცუბიძე. ნუცუბიძე იყო მცდელობა. საერთოდ არ დამწყდა გული. არც მე. პირიქით გამიხარდა რომ ეს კითხვა დასრულდა. დასულა, დავწასულ ორი კიდე ასეთი. ორსაც გავუგოთ მე და მე მედია კარგები წამოვა. 2-2. სტალინის მეორე ცოლი, შემდეგ პასუხი. და ზინგერი. ამჯერად თქვენ პასუხი. თქვენ გაქვთ პირველი პასუხი. სოფი ლორენი, არ გარდაიცვალა ტიპით. ეროს რამაზოტი, ნინო როტა, ადრიანო ჩელენტანო, დომენიკო დოლჩე. იცით ეს ხალხი, ხო? აქედან რომელია ტიპი? ეს ყველა შეიძლება ჩაითვალონ ტიფიანებად. კერძოდ ტიფიანების როგორ საინაირსახეობად. ჩაითვალოს, ჩვენ პასუხია ჩაითვალოს. თანახმოვართ რომ ჩაითვალონ ორი ხმა ჩვენგან. როგორ ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალონ ეს ხალხი ტიფიანები. მატარებლებად. როგორ შეკითხო? ტიფის როგორი ტიფიანები? ხო, როგორ ტიფიანები? გამოჩენილი ტიფიანები. ნიჭიე. ფეისი ტიფიანი. იტალიელი ტიპიანები. ლამაზი ტიფიანები. ყველა იტალიელი იყო? კი. ტიფოზები. ტიფოზის ხო რაღაცა, მაგრამ ხო, მაგრამ ტიფი არის შით სიტყვაში და ყველა იტალიელია და რაღაცა გადაკვეთაზე კი. ტიფოზებად. შეთანხმდით და მიპასუხეთ. ანუ გადარჩენილი ტიფიანები? შევთანხმდით და უპასუხეთ. რა ტიფოზი? ტიფოზი, ხო. მიპასუხეთ. ტიფოზები. ეთანხმები? კაი. არ მეთანხმება, ეს არ არის. თუ არ გეთანხმება, მოდი ეხა ეს ვასწავლო. თუ არ გეთანხმება, კაი, რაღაც ეგეთ შეიძლება მოიფიქრე. კაი, ვეთანხმებ. ტიფოზი.
ტიფოზი სწორი პასუხია 3-0. 3-2. 0 იქნება თუ წამოვიდა ეხლა. ხოდის პასუხი ხო ითქვა, მაინც ვერაფერი ვერ. აუხსენი მე კაი. პაუზა რო გვექნება. მართლა ტიფოზა ტიფიდან მოდის? ტიფოზი კი. ტიფიანს ნიშნავს იტალიურად. ტიფოზის არის ფეხბურთის გულშემატკივრები. ხო და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან ესენი. და ყველა იტალიელი იყო, ვინც ჩამოვიდა. და სხვადასხვა კავშირი ტიფთან. სხვადასხვა ტიფოზები არიან. და ტიფიანების როგორ ნაისახეობა ჩაითვლებიან ხო და ტიფოზებად არის პასუხი. შემდეგი ბოლო კითხვა ტიფიანების და მალარია. კი, მიდი. ჯერჯერობით მალარია არ გამოჩენილა. ეხა იქნება ეხლა იქნება მალარია და ყურადღებით ვიყო. მისი ნაწარმოები პოპულარული იყო გასული საუკუნის ქართველ ქალმკითხველებში. იყო პოპულარული, ესე ჯობია რა თქვა. იფანე ვიღაც. ვიდრე პოპულარული იყო. მისი ნაწარმოები იყო პოპულარული გასული საუკუნის ქართველ ქალმკითხველებში. ტიფი ნაწარმოების სიუჟეტშიც გვხვდება. ისევე როგორც პერსონაჟი მისტერ როჩესტერი. მე-20 საუკუნის ქართველ ქალებს უყვარდათ ამ ვიცი, თუ გინდა ავტორი თქვით, თუ გინდა ნაწარმოები. როჩესტერი და არც ტიფი. არც იქნება იმდენი რაღაცა. ხო, რაღაცა ხდება. დავაბრეხოთ? აბა, დავაბრეხოებში ვინ არის? მე ჯეინეირი. ეთანხმები? ჩვენც ეგ გქონდა. ჯეინი არის სწორი პასუხი. ჯეინ ეირიო, არა ჯეინ ეირი არ ვთქოს. ჯეინ ეირი არის. გადმოვარდება. დაგვეციენ. მაგარი სიტყვა, დაგვეციენ. მაგრამ სიუჟეტში რაღაცა უბრალოდ გამორიცხვის მეთოდით რაღაცნაირი გახსოვთ სიუჟეტში ტიფიანი არის. როჩესტერი მახსოვს, მისტერ როჩესტერი მახსოვს. მე მახსოვს მე მალარია მახსოვს. გეტყვი ტიფის ათფიგურირებს. ეგ ისეთი პერიოდია რომ რაღაცა ეგეთი ჯეინი არ გვინდა რაღაცა პანსიონში რომ მიაბარეს სკოლაში, ბავშვობის სკოლაში წავდა, იქ იყო ტიფი და ვიღაცები მოკვდნენ ეს გადარჩა. ესე დავთვალე. უნდა გადავიკითხო. დაგოსპოილერა. ეგ როგორ გამოვაჩა. 3-3, კარგად მიდიხართ, არც ერთი ჩაგდებული კითხვა და ბოლო რაუნდს ვიწყებთ. პირველი პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ. რატურია? პირველი პასუხისმგებლობა არაფერს არ ვიკიპედიიდან ამოღებული ინფორმაცია. ვიკიპედიიდან ამოკითხულები. ზოგადი ვიკიპედიიდან ამოკითხულები. ესე იგი, ვიკიპედიაში რაღაცა სტატია რო წერია, მე ქვემოთ არის კატეგორიები, რა კატეგორიებიდან შეიძლება გახვიდე ამ სტატიას. და? ხო, მაგალითად დავით ლაბაძეზე იქნებოდა მზარეულები, იუმორისტები, უბრალოდ კარგი ადამიანები. შეურაცხადები. მეწონოსნები და ასე შემდეგ. ეს ადამიანი გვხვდება შემდეგ კატეგორიებში ვიკიპედიაში. 3-ს გეტყვით, მერე კიდე 3-ს გეტყვით, მერე კიდე 3. ესე კატეგორიებად გინდა რომ მიგვიყვანო ამ ადამიანს. 9 კატეგორიაშია ეს ადამიანი. ბევრშია, სადღაც 30-მდე დავთვალე მე. მაგრამ ალბათ საუკეთესოები 30-მდე რო დათვალე, რატო გაჩერდი? ტიფიანებს ესე მიაგენი? ცოტა სხვანაირ. ეხლა იყოს ტიფიანი ერთი კატეგორია. ტიფიანების კატეგორია. ტიფიანი ხო იცი როგორ მეა? ყიფიანებს ეძებდა, პირველი ასე შეშვა და მე ტიფი მოეწონა და დავაშე. კატეგორიები. არგენტინელი მორაგბეები, მე გამოვეთიშე. მემუარისტები, ჯაფარაც. იქნება დაგვაბრუნოს რაღაც ეხა ორივე გამოვეთიშე. ეროვნული ბანკის მმართველები. ისტორიჩვენს. არ ეს იყო არგენტინელი მორაგბე იყო და მეორე ბანკის ის გახდა. მეორე რა იყო? და მემუარისტი. მეორე დაწერა რომ როგორ მართა ჯერ რაგბი როგორ თამაშა და მე ბანკი როგორ მართა. გოცირიძე. არგენტინელი? არა, ჩვენი გოცირიძე. სხვა ეროვნული ბანკის მმართველი არ მახსენდება. გოცირიძე. ხო? არა. აბა, აი, просто გედოს მათ. არმი. როგორ თქო რომ ვერსია არ გქონდათო? აბა თქვი სხვა ეროვნული ბანკის მმართველი. ეროვნული ბანკის მმართველები ეგ უნდა გავიხსენოთ. ცნობილი არგენტინელები გავიხსენოთ, მის მემუარს დაწერდა. აქედან დავიწყოთ. მარადონა ეროვნულ ბანკს მართავდა რაგბთან აკავშირი იქნებოდა. კიდე ევიტა, კიდე ვინ იყო ცნობილი ის რა ქვია. მაგის ქმარი, ევიტას ქმარი. პერონი.
ევიტა პერონი იყო, ხო? ხო. მადონა მითამაშა მაგის. ევიტა იყო ცოლი. ქმარი ხუანი ერქვა მე მგონი. ხუან პერონი, ხო? არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი ხუანი. ზუსტად ემახსოვრებოდა. პერონი. პასუხი რო იყო. პასუხი რო იყო. პერონი ევიტას ქმარი. იყო პერონი. იყო სა. არ მიიღო. მე თვითონ მეწავედი წინა. არა, არ გაძლევთ. არა, უპლეღოს არ გაძლევთ. გიო ეგარი. მეთანხმები. ლოგიკურად შენ მართალი ხარ. არ გვინდა იქნებ პერონი. მე დაგაბნიე. მაგდენი ახლა რა შეცაჩა. კარგად აწვალეთ. მაგდენი ეხანდელი პრეზიდენტი. არ ვიცი. ხავიერ მილეი. ხავიერ მილეი იყო. ხავიერ მილეი. არ არის სწორი. ეგეთ რო შეცვალეთ. აბა, თქვენ რას მეტყვით? ჩვენ რა უნაგი აი ხასი. რა უნაგი ჩვენ პატარა ხალხი ვართ. არგენტინა და ის არ ვიცი. მემუარები და რაღაცეები. არა, გაქვთ პასუხი? პირდაპირ დავამატო? დავაი, ჩვენ ჯერია ხო? არგენტინელები ვინ ვიცით? ჯოგბურთელი დიეგო შვარცმანი. მეთანხმები? იმაში რა ჩოგბურთელი იყო რა. ჯოგბურთელები ეგეთი კატეგორია. დიეგო შვარცმანი არ არის სწორი პასუხი. არა, ეს არ იყო ჩვენი პასუხი რა. სიმართლე გითხრა რომ ყოფილიყო სწორი პასუხი. აი, თუ არ იყო თქვი. აბა რა. არა, ეხა იყო სახა. ეგ რა მეორე ჩანსი რა. არ მინდა რა არის. კიდე 3-ს ვამატე. და ჩვენ ჯერია. თქვენია. გამგეობ. 1928 წელს დაბადებულები. ბიჭო, კიდე სამს რო ამატებს. აქედან არავინ არ ვიცი და კიდე სამი რო დაემოჟა. ეხლა რა დამატა 28 წელს დაბადებულები. 28 წელს დაბადებულები. დერმატოლოგები ოპა, всё, გაიასნდა. და გალაგდა ხო? კომუნისტები ფსევდონიმით. ვა, როგორ გაჩვენა? მოიჭიდნენ და ბიჭო, ისე ვიზით უნდა ვიართ ცნობილი არგენტინელები ვიძახოთ რა ვიცი. აღარ ვიცით მეტი. მორჩა გათავდა. ერონი ევიტა ვიცადი და მილეი. მესი ვიცით. ჯოგბურთელი იმან თქვა, მორჩა. ჩოგბურთელი მან დაგვასწრო. წერალი ვინმე არ ყავდათ? იყოს მარადონა რავი, ჰა. ეგ იყო ჩასული იმასთან. იქნება რაღაცების გამო არის ამ იმაში მოხდილი. ეროვნული ბანკის უფროსი ცემა და მაგიტო 1928 წელს დაბადებულია. რომელ? 1928. მარადონას მამა. დიდი მარადონა. დამ მარადონას კლანის დამ ჯონ მარადონა. რა კარგი კითხვები მოუმზადებია. ამ დამპალს. მართლა აი რომ შოუს რო აცაცხლებს რა. იყოს ეს ევიტა. მიდი. პერონი. ევიტა პერონი. ტიპიანების მერე თუ რამე გამაკვირვებია. ევიტას აბა ბიჭო, მეთქი ვიკიპედია რაღაცა. განახი პრინცმა. ქმარი რატო? ხალია ესა და. ევიტა არა, ხალია. ქმარი რატო გონი რომ კაცია? ის იყო პრეზიდენტი და იმიტომ. რაგბისტი იქნებოდა ისა. რატო არა, იქნება ხალი რა ხალი, მოიგება. ევიტა პერონი. მივიღო, ევიტა პერონი არ არის სწორი პასუხი. აბა. ევიტას ქმარს რა ერქვა? პირველი სამი რა იყო ძმა? პირველი სამი იყო ესეთი. წამყონს როგორ ესე მიმართავ ძმა. ბატონო წამყონო რაღაცა ძმა. არგენტინელი მორაგბეები, მემუარისტები და ეროვნული ბანკის მმართველი. ქმარი, ევიტა პერონის ქმარი. არა ბიჭო, არგენტინელი მორაგბეები არ ნიშნავს რომ არგენტინელია. და მორაგბე. არც მაგას როგორ არ ნიშნავს არგენტინელი მორაგბე? არა ნიშნავს შეიძლება რაღაცა ის არის რა. არგენტინელია და შემატყივარი და მართლელი. თილისმა და ჩახუტების ადამიანი. კაი. არ ვიცი რა. ევიტა პერონის ქმარი. ევიტა პერონის ქმარი, ჯონ პერონი. არ არის სწორი პასუხი. აჰა, კიდე სამს გვეტყვის კიდე ახლა სამს და დაგვაშენებს და დაგვამშვენებს. რა კაია, რომ დაემატება სამ. ამ 6 ხო გავიაზრეთ. დერმატოლოგებმა ხომ წინ წაგვწ. ეგვიპტის რესპუბლიკის დიდი ლენტის ორდენის კავალრები, კარგია. აღარ გიდა მეტი. აღარ გიდა. აქვს იმათ უკვე ვერსია. ლეპროლოგები, აქ როგორ არის, იცი, რომც გითხრას ამ იმის კავალერების გვარები, არც ერთი არ გეცოდინე. მოიცა ლეპროლოგები არის შემდეგი. ეს სწორი პასუხი არის დერმატოლოგიის ერთ-ერთი ვიწრო. კეთრის მიმართულებით. და კუბელი რევოლუციონერი. მინდოდა თქმა, მოგითხარ. რა გინდოდა? რავი იყოს ის რა ქვია. ჩეგევარა. ჩეგევარა.
ვეთანხმებით ერთმანეთს. თვითონ თქვა და მე რას მეკითხე. არა, ხო არ გადაიფიქრე, წერან ხო გადაიფიქრე. ჩეგევარა სწორი პასუხი. აი, მაგიტო ვიკითხე რომ არგენტინელი შეიძლება არ იყოს თქო. კომუნისტები რო იყო ჩეგევარა. არ მარტო გამახსენდა. მე-9 კატეგორიით მივხვდი მარტო. აუ, მე კომუნისტებზე მივიდოდ ხო, მაგიტო ვიკითხე რომ არგენტინელი არ იქნება თქო. ბიჭო, კომუნისტებზე მეც გამკრა, მაგრამ არ გამახსენდა. რატო არის მორაგბეებთან კავშირში? თუ მაგდენაა. მორაგბე იქნებოდა. მასთმა ქონდა და რაგბიზე დაყავდათ ბავშვობაში. სხვა რამე რაგბის წარმატება. იქ ყინული არ აქვს, ხო? ყინულზე სასწავლებლად ჩვენ არა, ყინული არ აი, მოდი ჩვენს გადმოსცემ ჩვენ სხვა კონდებს. ერთი ხო. მე არ მინდა ამ თამაშის თან. იტირე რა კამბექი დაიდო 2-0-დან. აბა, ახლა თქვენ გაქვთ. აა, კარგია. პირველი პასუხი. პირველივე 3-დან ამ გაყინულ ხელზე. ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველებს ის არ უყალიბდებათ. რადგან 4 ფეხზე მოძრაობის გამო მასზე დიდი დაწოლა იქნებოდა და თიაქარში გადაიზრდებოდა. მათ შორის იგი არ აქვს კენგურუს, კოალას და სხვა ჩანთოსნებსაც. ის ძალიან ადვილია. ძალიან ადვილია, ხო? უსამართლობა არის. მენისკი. ვეთანხმებით? მენისკი არ არის სწორი. ხერხემლის პრობლემაა რაღაცა, მაგრამ ხერხემლის სკოლიოზი, გამრავლება ან სკოლიოზი? დისკოზი, დისკოზით შეიძლება. კონკრეტული ის უნდა თქვა დიაგნოზი, თუ ხერხემლის დაავადება. ახლო ერთმანეთთან ახლა სკოლიოზი და ხერხემლის გამრავლება. მიპასუხეთ. შეუვალი. რავი, სკოლიოზი იყო. სკოლიოზი. სკოლიოზი არ არის სწორი პასუხი. ჯანდაბა უნდა მეთქვა. დავამატეთ რა. მოდი ჯერ გავიმეორებ, მე მგონი ვერ გაიაზრეთ კარგად. ჯერ იმას გავიმეორებ. დავცინის ახლა ოთხზე დადიანო და იმიტომ არა აქვს და უცბად ასახელებ მე 2-0-დან იმათაც არა აქვს და ხო. ხო? მარტო ადამიანს აქვს ეგ. მარტო ადამიანს აქვს. ხო. პული არის სწორი. დეპრესია. არა. მოიცა მოიცა მე მაქვს. განუვითარდებოდა. ვამატებ. მე მაქვს ვერსია საკაიფო. ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულებს ყველაზე უფრო მოსწონდათ პატარა, ვერტიკალური და ლათინური ტეს მსგავსი. აღარა მაქვს ვერსია. ეს ერთი მინიშნება. მე გაიმეორო შეიძლება რა ვინ გამოკითხულებს? ნუ არა, ჯერ უნდა მიპასუხო და მე დავამატებ ეს. რატო? ის სამი ის იყო. ის იმაზე ქონდა ესეთი გამყობა. მოსწონდათ ის არის. T-bone რო არის, ხო არა? T-bone's take ხო მანდედან T-tes ფორმა აქვს და მოსწონდათ იმათ, იმიტომ რომ გემო ყველაზე კარგი ქონდა. ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველებს ის არ უყალიბდებათ, რადგან 4 ფეხზე მოძრაობის გამო მასზე დიდი დაწოლა იქნებოდა და თიაქარში გადაიზრდებოდა. ხო. იგი არ აქვს არც კენგურუს, კოალას და სხვა ჩანთოსნებს. ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოკითხვის მიხედვით ადამიანს ყველაზე უფრო მოსწონთ პატარა, ვერტიკალური და ლათინური ტეს მსგავსი. ბიჭო, ერთი ვერსია მაქვს, მაგრამ ტეს ვერ ვამწვენ მას. დაბრეხვებაზე მე ვარ ახლა. ღიპი. ღიპი? ხო. 4 ფეხზე რადგან ღიპი გადაიზრდებოდა თიაქარში. მე ჭიპი ვიფიქრე. ერთი წამით რა. ეთანხმები? რა თქმა უნდა. ღიპი არ არის სწორი პასუხი. ჯანდაბა თქვენ ბატონო წამ. არა მოტებ? ხო და მე ჭიპი ვიფიქრე, მაგრამ ეს ჯერ უნდა თქვა და ტეაბრაზნი ჭიპი არ ვიცი რა, ვერტიკალური. ვერტიკალური ჭიპი რა. ეგეთი გამოკითხვა იყო როგორი ჭიპები მოხდა? ხო. რავი, ჰელსინკში. იქ ყველაფერი გამოკითხულია უკვე. მოდი ჭიპები ვიკითხე. შევარ დაუწევ სამეცნიერო ორგანიზაციაში. დოცენტი. უკვე დოქტორი. იმსჯელებ თუ მიპასუხებ? არა, იმჯერებთ კაცო. მუსლის სტრესი ხო არ არის, ან რაღაცა კუნთებს ხო არ შენ ხარ კაჩოკი. რაღაცა. მაგრა შეტენა იმას. კი. ჰელსინკის გამოკითხვაზე კაჩოკი შეხარ. არა, აი რაღაცა კუბიკებივით რაღაცა. ხო, ეს ფორმა რა კუბიკებიან ძაღლი გინახავს? არც კენგურუ. არა, კენგურუს აქვს ბიჭო ისი. კუნთები აქვს. კი, ხო, ადამიანები მუცელზე არის ლაპარაკი. ანუ ჩვენ ცხოველებსაც რა გქონდეთ ეგ თიაქარი დაემართებოდათ, ხო? ადამიანისგან ვერ განსხვავებით. გავია 4 ფეხასო დატვირთვა იქნება, მაგრამ არც 2 ფეხებს არა აქვთო. რა აქვს ადამიანს, ცხოველს არა აქვს. აზროვნების უნარი ალბათ, ხო? და დაემართებოდა თიაქარი. მორალი. გემოვნის გააზრება რო იყოს. პოლიტიკური შეხედულება. დიდხანს უნდა იფიქრო, ბატონო, მსჯელობენ და ვიცი რომ მისჯელ მიპასუხე. საარჩევნო ხმა.
კარგი. ცხოველები ხო არ მონაწილეობენ. მაგრამ იდეა ისე. გაიბიჭია. აკეშა. წითლიანი. ცხოველებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თიაქარი განუვიდა. და თუ მიყასო. მე ჭიპი. ჯაფარ, ეთანხმები თუ მე თანხმება. ხო იცი. არასდროს აი, არ ეთანხმება, მივიღო პასუხი. დეფოლტად არ ვითანხმები. მივიღოთ ხო არ მაქვს პასუხი. ჭიპი ეს სწორი პასუხია. თავიდანვე ეჭვი გამიჩნდა. ისა რაღაცა სურათები უნდა გვაჩვენო ვერტიკალური წესპაგვარი. ეაბრაზნი ტიპი. არ მინდა ამასთან ურთიერთობა. ვიკიპედია თქვენს გაქვთ. შეძით და ნახეთ ჭიპი. ტიპი და ჭიპი ძალიან ახლოს რო არის, ხო არ გადმოვარდო. თვითონ ჭიპი ხო ღიპზეა და ერთი ასო ყავს. იქითა გადმოიწია პატარა. ორქულიანს გამოაცხადებს. პატარა არა გვაქვს. სხვათა შორის მაიმუნებს აქვთ ჭიპი, მაგრამ თქვენ მაინც არ გინდათ. ქართულ წელს უფრო გავსვიდრე. მე ამას კომპიუტერი უნდა გადავუგდოთ. აზრი აქვს გაგრძელებას? კი, ორქულიანს გამოაცხადებს. მაყურებელს ვცეთ პატივი. მე მგონია რომ ამ კითხვებით შენ მაყურებელს პატივი არ ეს. პირველი პასუხის უფლება თქვენ გაქვთ. მე-20 საუკუნის ბოლოდან ეს სიტყვა გამოიყენება უკვე საერთო მნიშვნელობით და აღარ არის დაკავშირებული მხოლოდ ებრაელ ხალხთან. ეს სიტყვა უნდა ანუ იყო სიტყვა, რომელიც საშიში შეკითხვა არის. მე-20 არ გვაქვს პასუხი. რამე არ წამოგწდეს დებილობა. არა, თავისუფლად შეიძლება გენოციდი იყოს რა, იმიტომ რომ გენოციდი ადრე მარტო ეგ იყო და ეხლა მე-20 საუკუნის დასაწყისი დანო. და ბოლოდან. ბოლოდან უკვე აღარ უკავშირდება მარტო ებრაელებს. რაც გენოციდი მანამდე არ მოხდა ებრაელების გარდა თურქების, სომხების გენოციდი, სომხები იძახიან მოხდა 1905 წელს. ხო და მილიონი გენოციდი მოხდა რა მანამდე. 5-დან თუ რაღაცა. მართალია, გენოციდი იყო მოხსენით ჩვენ. ერთ-ერთი გასართობი ადრე. აბა, გენოციდი იყო ერთ-ერთი გასართობი. არა, გენოციდი კი მომხდარა, ოღონდ თვითონ სიტყვა ანუ ადრე მარტო ებრაელების მიმართ გამოიყენებოდა ეს ტერმინი და ეხლა საერთო გახდა? კი. მოდი გავმაზოთ ესა. არ გვაქვს პასუხი. ძალიან კარგი. აბა, ვერ მოდი ჩვენს გავმაზოთ. გავმაზოთ. კაი. იმ სიტყვას ვერ ვიხსენე. ჩვენც გავმაზოთ წინასწარ. არა და დამატებითი ინფორმაცია. ამის სამინისტროები აქვთ სომხეთს და საქართველოს. ისა რა ქვია, დიასპორა? დიასპორა. დიასპორა სწორი პასუხი. ოღონ აღარ არის დიასპორის სამინისტრო, აღარ არსებობს. არ ითვლება, არ ითვლება. თქვენ ითხოვთ რომელი სამინისტრო? ადრე იყო და ეხლა. ადრეზე არ ვიფიქრია, ეხლა რომელი სამინისტრო? რა თემა იყო, გახსოვთ? ვიკიპედიის იმას სამყაროს ფეხებზე გიგია. მაგალითად, სამყაროს ფეხებზე გიგია. ეხლა რა გადაამოწმო, გეტყვის შეცვალესო, მე რო გენი მაშინ ეგრე წერა. იმიტომ რომ იცო ცხალია. ვიკიპედიაში მაიმუნი იქ არის თუ არა ცხოველი და ეს სამინისტრო გააუქმეს თუ არა, ეს ცვლილებები შედის მოგვიანებით. პროტესტის ნიშნად ამ შოუში ესე არის რა და თუ კითხვები არ მოგწონს უნდა გადაალა. და რაც ხონდათ გვემატება ჩვენი. წააგო ამ გუნდმა. ყველა შოუში იძახიან ვინ მოიგო. ნეგატივით ამთავრებს. ვერ ნახეთ. აგო ამ გუნდმა გემში. დობებით და იმედია შემდეგში ვერავინ ვერაფერს ვერ გამოიცნო. წინან ტელეშოუს განსხვავებით ვერ ნახეთ ამ. ტელეშოუ? ტელეშოუს განსხვავებით ვერ ნახეთ ამათი ცეკვა, ამათი კარგი ხასიათი. ვერ ნახეთ და იყავით პროტესტის ნიშნები. იყო ვანდალიზმის მაგალითებიც. ეხლა 5000 ენო დაგიწეროს ამ. მაგრამ ბიჭები ვარჯიშებენ, გაძლიერდებიან და აბა რა, ეხლა რომ მივალ. ჩვენ გიჩხო გადასაკითხი მაქვს, კაცო. ტიფიანები, ჯეინიარი? ჯეინიარი უკვე ვიცი რა ადგილს უნდა მოძებნო, წავიკითხავთ რა. და მოემზადეთ შემდეგისთვის ვამზადებ ისეთ თემებს. გავუშვეს მაშინ. ტიფიანები. ვიკიპედიაში ამზადებს მავს. სახში მისულით. როგორ თემებს ამზადებთ? ძირითადად მოშავოს. ასე
ასე რომ რაღაცა იმებს ჩაუჯექით რა, ჰორორებს. ჰორორებზე გვექნება? კი. მადლობა ამ ლამაზი საღამოსთვის წამყვანს. ამ დადებითი ემოციებისთვის. ეს კი ვიწყარი. მიულოცოთ გამარჯვებულ გუნდს. რა ქვია გამარჯვებულ გუნდს? არავითარ გამარჯვებულ და გუნდს. უთანაგზნოთ დამარცხებულს, ესევე მიხვეთ. მოდი ბოლომდე ნეგატივს მიყვა. ნახოთ შემდეგში ვინ დამარცხდება შემდეგ ეპიზოდში. ხო, პრიზი მაინც არა გვაქვს გამარჯვებული. ვინ დამარცხდება? ჩვენ კი YouTube ხალხო და YouTube ჯამაათო მომავალ ჯამათნო, ნე. ვიკიპედიაში ისე წერია. ნახტანიანი მროლა. რას ელოდი გადაცემისგან, რომელიც წამყვანს კუბოდან მიყავს? რატო ელოდი? მომავალ ტელეკ ჩოუნდე გემს შვიდობებით. კარგად წამთ.